სარა სამსახურში მიეჩქარებოდა. უცბად დაინახა, რომ წინ მიმავალ მამას და მის პატარა გოგონას რაღაც ბარათი დაუვარდათ. თუმცა ეს ვერ შენიშნეს. სარა საგვიანდებოდა და იფიქრა, რომ მამაშვილი თავად შეამჩნევდა დანაკარგს და რომელიმე მათგანი მობრუნდებოდა ბარათის ასაღებად. თუმცა შემდეგ სარა სინდისმა არ მოასვენა. წავიდა და აიღო ბარათი. ეს გახლდათ რამდენიმე თვის ვადის მქონე სამგზავრო ბარათი და როცა სარა მამაშვილს წამოეწია და ბარათი გადასცა, იმდენი მადლიერების სიტყვა მოისმინა მათგან, გული საოცარი კმაყოფილებით აევსო. უკან გამობრუნებული ფიქრობდა, რატომ გრძნობ თავს ასე კარგად, ასეთი წვრილმანის გაკეთების გამო. აღმოჩნდა, რომ როდესაც სხვა სიკეთეს ვუკეთებთ, ადამიანის სხეული ჰორმონებს გამოყოფს, რომლებიც განწყობას გვიმუჯობესებს. თავს კარგად ვგრძნობთ, როცა სხვებს კარგად ვექცევით. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კეთილმა ღმერთმა თავის მსგავსად შეგუქმნა. ეფესელთა მიმართ წერილის მეორე თავის მეათე მუხლში ვკითხულობთ, იმის შესახებ, რომ სხვებისთვის სიკეთის კეთება ჩვენი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ. შეიძლება უზარმაზარი საქმეები ვერ გავაკეთოთ, თუმცა თუ ყოველდღიურად მცირედ მაინც დავეხმარებით სხვებს, არა მხოლოდ დიდ კმაყოფილებას ვიგრძნობთ, არამედ ღმერთსაც ვაამბობთ. ეს კი სწორედ ისაა, რისთვისაც უფალმა შექმნა.